თამარ მეფის დამოკიდებულება ბასიანის ომის ტყვეებთან მართლაც გამორჩეულია შუა საუკუნეების კონტექსტში და კარგად აჩვენებს მის როგორც პოლიტიკურ, ისე პიროვნულ ხასიათს. ტყვეების მიღება და პატივი. მემატიანე მოგვითხრობს, რომ თამარმა ტყვეებს ნუ გეშისცა, პატივით მიიღო, ვახშამი მოუწყო და თითოეულ საჩუქარი უბოძა მათი სტატუსის შესაბამისად. ამის შემდეგ კი ისინი ციხეებში გადაანაწილა. განსაკუთრებული გამონაკლისი იყო ერზინკელი ემირი, რომელიც თბილისში დატოვა არა როგორც უბრალო ტყვე, არამედ როგორც პატივცემული სტუმარი, ძველი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის გამო. ცხენის ნალში გაყიდვა. ყველაზე საინტერესო დეტალი სწორედ ერზინკელის ბედთან არის დაკავშირებული. თამარმა იგი ცხენის ნალში გაყიდა. ეს იყო ჟესტი, რომელიც სრულიად არღვევდა ფეოდალური სამყაროს ლოგიკას. ტყვე დიდებულის გამოსასყიდი ჩვეულებრივ ასობით კილოგრამ ოქროთი იზომებოდა, მაგრამ თამარმა სიმდიდრეს არ მიანიჭა მნიშვნელობა და იგი თითქოს სიმბოლურად, ლაღად გაათავისუფლა. ეს ქმედება ხაზს უსვამს მის განსხვავებულ ბუნებას, ღირსების, სულიერი სიმაღლისა და შემოქმედებითი ხედვის მქონე მეფისას. თამარის შინაგანი სამყარო. მემატიანეები აღწერენ თამარის ერთ სიზმარსაც, მას მიესიზმრა მრავალი ტახტი, მაგრამ ყველაზე აღმატებულზე მას არ დაუშვეს, უთხრეს, რომ ის განკუთვნილია მისი დიასახლისისთვის, რადგან მისი ღვაწლი მეტია. ეს სიზმარი ნათლად აჩვენებს, რომ თამარი საკუთარ თავს არ აღიქონდა როგორც უზენაეს, არამედ როგორც ღმერთის მსახურს, რომელსაც უზიარებდა დიდებას მისი გარემოცვა. მორალური ხაზები. თამარის სიტყვები სიკვდილის წინ კიდევ უფრო აძლიერებს ამ შთაბეჭდილებას. მან საქართველოს ღმერთს რწმუნებულ ერად მიაბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ მეფე თავს სახელმწიფოსთან არ აიგივებდა, არამედ საკუთარ თავს მხოლოდ მსახურად მიიჩნევდა. ამას ემატება მისი დამოკიდებულება შრომისადმი. მემატიანე გვამცნობს, რომ თამარი ნაქარგობითა და ხელსაქმით ცდილობდა საკუთარი ხარჯების ანაზღაურებას და გლახაკების დახმარებას, წმინდა პავლეს დარიგების თანახმად, ვისაც არ სურს მუშაობა, ნურთს შეჭამს. ინტერკონფესიური მართვა. მისი მმართველობა ასევე გამოირჩეოდა რელიგიური თანასწორობით, ერთნაირ გადასახადებს აკისრებდა როგორც ქრისტიან, ისე მუსლიმ ქვეშევრდომებს და ამასთანავე ჰქონდა შერეული სასამართლო, სადაც ქრისტიან და მუსლიმი წინამძღვრები ერთად მსაჯულობდნენ. დასკვნა. თამარ მეფის დამოკიდებულება ბასიანის ომის ტყვეებისადმი სიმბოლურად აერთიანებს მის მთელი მმართველობის სტილს. ლაღობა და შემოქმედებითობა, ცხენის ნალში ტყვეს გაცვლა. მაღალი მორალი და თავმდაბლობა, საკუთარ თავს მხოლოდ მსახურად აღიქონდა. სიყვარული და თანასწორობა რჯულის მიუხედავად ყველა ქვეშევრდომის ერთნაირი პატივისცემა. სოციალური სენსიტიურობა, გლახაკებზე ზრუნვა, შრომის დაფასება. ეს ყველაფერი თამარს წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც ძლიერ მეფედ, არამედ როგორც განსაკუთრებული სულიერი ბუნების მქონე ადამიანს, რომელიც თავისი ეპოქის ფეოდალურ სტანდარტებს აშკარად აღემატებოდა.